მორაილი გოლი გაიტანა. რამდენს მაგილები. რამდენ წუთი ვარ ციცი. მიყენია. მოგესალმებით მეგობრებო. თუ მაგალითად მოგწმინდათ მარტო პრემიერ ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ფენტეზის თამაში და გინდათ რომ თქვენი ძმაკაცები რომელსაც ფეხბურთი უყვართ თუმცა ეზარებათ პრემიერ ლიგის ფენტეზის თამაში ამაზე შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, იმიტომ რომ ეს პრობლემა უკვე ჩვენი პროექტით მოგვარებული არის. ჩვენი პროექტი სრულიად ემსახურება პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფენტეზის პოპულარიზაციას საქართველოში და ვინც თამაშობთ ან ახლა იწყებთ თამაშს დეტალებზე და იმ თამაშის ინსტრუქციებზე ჩემი ძმა და მეგობარი თორნიკე აგიხსნათ დაგეხმარებათ რომ დეტალებში გაგარკვიოთ ყველაფერი რაც თქვენ გაინტერესებთ. გამარჯობა, მე ვარ თორნიკე. როგორც გიორგი მახსენა, ჩვენი თავარი ფოკუსი იქნება პრემიერ ლიგა და ფენტეზი. აუცილებელი არის პირველ რიგში გავიაზროთ რა არის თვითონ ფენტეზი, FPL თუ ეს ფენტეზი პრემიერ ლიგა. ეს არის ოფიციალური პრემიერ ლიგის თამაში, სადაც ასე ვთქვათ, ხარ მენეჯერი. შენ შეგიძლია აერჩიოთ 15 ფეხბურთელი, მათ შორის 3 შემტევი, 5 ნახევარმცველი, 5 მცველი და 2 მეკარე და ამ 15 მოთამაშისგან ყოველ კვირას უნდა დააყენო ასე ვთქვათ, საუკეთესო გუნდი, რაც კი შეგიძლია. უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, პირდაპირ ჩემს გვერდით გამოჩნდება ახლა ეკრანი, სადაც გაჩვენებთ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ამ თამაშში და როგორ უნდა დაიწყოთ ამ გუნდის დაყენება. პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ ოფიციალურ ფენტეზი პრემიერ ლიგის საიტზე, სადაც უკვე შეძლებთ ნებისმიერი სოციალური ქსელით, ეს იქნება მეილი, iCloud-ი თუ ნებისმიერი, შეძლებთ დარეგისტრირებას. შემდეგ უკვე მოგცემთ საიტი ოფციას, რომ დააყენოთ გუნდი. მაგრამ სანამ გუნდის სელექციაზე გადავალთ, მინდა გაგიზიაროთ პრემიერ ლიგის წესები. როგორ იწერება, ასე ვთქვათ, ეს ქულები. პირველ რიგში დავიწყოთ, რაც ყველაზე საინტერესოა, გოლი. გოლის შემთხვევაში შემტევს ეწერება 4 ქულა, ნახევარმცველს 5 ქულა, მცველს კი 6 ქულა და ძალიან იშვიათ შემთხვევებში მეყარეებსაც 6 ქულა. და გაბრიელ სათი. გაბრიელ სათი ქულა. ასისტის შემთხვევაში ყველა მოთამაშეს შემტევს ნახევარმცველს მცველს თუ მეყარეს 3-3 ქულა. ასევე არსებობს თამაშებში ბონუს ქულები, რომლებიც, ასე გამოითვლება უკვე თამაშის ხარისხიდან გამომდინარე. საუკეთესო თამაშის 3 ქულა, მეორე საუკეთესო 2 ქულა და მესამე საუკეთესო 1 ქულა. ოღონდ ეგ ყველა თამაშის მიხედვით რა. ნებისმიერ ორ გუნდში ამოირჩევა ეგ 3 ადამიანი. არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ ნეგატიური ქულები შეიძლება დაიწეროს ასევე. ყვითელ ბარათი არის -1 ქულა, წითელ ბარათი არის -3 ქულა, აცილებულ 11 მეტრიანზე არის -2 ქულა და ამასთან ერთად დამავიწყდა მეკარე, როდესაც პენელს იგერიებს, ემატება 5 ქულა. და შედარებით უკვე მარტივი ქულები, რაც ეწერებათ მოთამაშეებს, ყველა მოთამაშე, რომელიც თამაშს იწყებს, ეწერება 1 ქულა. 60 წუთის შესრულების შემდეგ ეწერებათ დამატებით 1 ქულა. ნახევარმცველებს კი, როდესაც ინახავენ მშრალ კარს, მათი გუნდი როცა მშრალ კარს ინახავს, კიდევ დამატებით 1 ქულა ეწერება. ანუ სიტყვაზე თუ დეკლან რაისმა ითამაშა 60 წუთი და არსენალი იგებს 1-0-ს და ინახავს მშრალად კარს, 60 წუთი თამაშის 2 ქულა, დამატებით მშრალად შენახული 1 ქულა. და ასევე მცველებს და მეკარესაც მშრალად შენახული კარის დროს ემატებათ 4 ქულა ერთის ნაცვლად. ანუ თუ რაისმა დაიწერა 3 ქულა, გაბრიელ მაგალაეში დაიწერს 6 ქულას. ან როგორც ჩვენ თქვი, შეიძლება დაიწეროს 12 ქულა, იმიტომ რომ გაბრიელ მაგალაეში გაქვს ძალიან ბევრი გოლი. უფრო მეტად დეტალებში რო შევიდეთ და კარგად მიხვდეთ ფენტეზის იდეას, სკვადის სელექციაში დაგვეხმარება ჩემი მეგობარი, ძმა და მეგობარი გიორგი. მაგის თვითონ წდება შენი ტელეფონი. ახლა მოკლედ დიდი ალბათობით თორნიკემ ძალიან მოგაწერინა საუბრით. და პირდაპირ დავიწყებ. თამაშის პრინციპი არის ძალიან მარტივი. შეიძლება ძალიან რთულად ჩანდეს, როცა პირველად გესმის რა. თუმცა ყველაფერი არის ძალიან მარტივი. ირჩევ 2 მეკარეს, 5 მცველს, 5 ნახევარმცველს და 3 შემტევს. თამაშის პრინციპი არის მარტივი და არ არის აუცილებელი რომ ფეხბურთი ძალიან კარგად გესმოდეთ. იმიტომ რომ ძალიან შეიძლება შეიძლება თქვენმა ისეთმა ძმაკაცმა მოგიგოთ ეს თამაში, რომელიც გონიათ, რომ თქვენზე უკეთესად ფეხბურთი არის. ბიუჯეტი გაქვს 100 მილიონი, ან 15 კაცისთვის უნდა იყოფინო შენ 100 მილიონი და 100 მილიონით უნდა დააკომპლექტო შენი გუნდი. ჩვენი რჩევაა, რომ
როცა თამაშობ, ყოველთვის უნდა გქონდეს გათვლილი გრძელ პერსპექტივაზე, 38 ტურზე და საუკეთესო მეკარე, ეგ სუბიექტურია ყველაფერი, თუმცა ალბათ განვლილი სეზონებიდან გამომდინარე და იმ კლასიდან, რაც აქვს ამ ლიგაში ნაჩვენები, ის მეკარე უნდა ერჩოთ ერთი და მეორე მეკარე შეგიძლიათ აერჩიოთ, რომელიც არის ძირითადი მეკარე, რომელიც ყრის იაფი, რომ დაზოგოთ ბიუჯეტი მცველებისთვის, ნახევარმცველებისთვის და შეტევებისთვის. აი მაგალითად კარჩოს სიტყვას ჩავყვანთ რაია, რომელიც ბოლო 2 წელია პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეა, ჩემი სუბიექტური აზრით, რომელმაც წინა სეზონში ყველაზე ცოტა ბურთი გაუშვა და ამავდროულად ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად და ამ სეზონში ყველაზე ცოტაჯერ აქვს გოლი გაშვებული. ასევე ჩვენი რეკომენდაცია იქნება დუბრავკა, რომელიც ამ სეზონში ყველა თამაში ითამაშა ბარნლის შემადგენლობაში. ბარნლი, რომელიც არის გასავარდნის ზონაში და ემუქრება საფრთხე, რომ პრემიერ ლიგიდან დაგმოშვიდობას ამ სეზონში. თუმცა დუბრავკა, რომელიც ყველა თამაში თამაშობს, რომელსაც ტრავმა არ ეწუხებს, არის ძალიან კარგი არჩევანი და ოფცია იმისთვის, რომ 4 მილიონზე მეტი მეკარეში არ დავხარჯოთ და ავირჩიოთ დუბრავკა. შემდეგ არის მცველები. ჩვენი თონიკის რეკომენდაცია არის, რომ ფორმაცია ძირითადად დატვირთვა მიდიოდეს გადატვირთვა ნახევარმცველებზე, რადგან საყრდენი იქნება თუ ძალიან ბევრი ვინგერი თუ ფორვარდი, ზოგიერთი ფორვარდის კი თამაშობს ნახევარმცველად. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ 3 მცველი, რომელიც იქნება ტოპ კლასის, რომელიც რთული თამაშის მიუხედავად მაინც იქნება თქვენთვის სანდო ოფცია და 2 კარგი ბექ ნახევარმცველი, ეგრეთ ვთქვათ, 2 მცველი ბოდიში, 2 მცველი, რომელიც თუ რომელიღაცას ტრავმის გამო გაუცდება თამაში, რომ ჩაანაცვლოს და ძირითადად ფული ვიხმაროთ ნახევარმცველებზე. ჩვენთვის ისედაც ამ სეზონის დიდი ალბათობით არა მარტო პრემიერ ლიგაში, ზოგადად ფეხბურთში ამ სეზონში ჩვენთვის სუბიექტურად გაბრიელ მაგალაიში, რომელიც 7-1 ღირს და რეკორდი არის. ამ სეზონში ესეთი ძვირი მცველი არ ყოფილა. ასევე ძალიან სტაბილურად გამოიყურება მარკ გეჰი, რომელიც კრისტალ პალასში ძალიან კარგი იყო და სიტისაც ძალიან კარგად შეეწყო. ასევე ტარკოვსკი, რომელიც არის უბრალოდ დევკონების მანქანა, რომელსაც თამაში აქვს ძალიან ბევრი უკან დაბრუნება, ჩაჭრა და საჰაერო ორთაბრძოლების ნამდვილი მანქანა არის და შეუძლია ძალიან ბევრი ექსტრა ქულა ჩაიწეროს თავის აქტივში და ტარკოვსკი, მგონია რომ ძალიან კაი არჩევანი არის და ასევე დავამატებ იმას, რომ გამოგჩამე თვითონ რომ დევკონების წესი ამიხსნა ტარკოვსკისთან შეხებაში. ტარკოვსკი მართლაც დევკონების მანქანა არის და დევკონები რო ახსნა ასე ვთქვათ წესი, ყველა მოთამაშეს ასევე ყოველი თამაშის მიმდინარეობისას შეუძლია დამატებით 2 ქულის დაწერა. მცველებში არის ეს 10 დევკონი, ნახევარმცველებში შემტევებში 12. და რა არის ახლა ეს დევკონები? მცველების შემთხვევაში ბურთის მოშორება, ბურთის დაბრუნება და ყველა წარმატებული ვარდნა ითვლება დევკონად. ხოლო ნახევარმცველებში ყველაფერი და მაგას დამატებული ბოლ რიკოვერი, ანუ ბურთის დაბრუნება რა, კიდე. ეს ყველაფერი ოღონდ ითვლება ოპტას სტატისტიკით და ყოველთვის FPL-შიც აპდეიტდება ყოველი დღის ბოლოს ყველა მოთამაშეს. და ტარკოვსკი არის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ამ მხრივ, იმიტომ რომ თითქმის საშუალოდ ყველა თამაშში აქვს დევკონი. ანუ საშუალოდ ყველა თამაში 10 დაცვით მოქმედებას ასრულებს. დანარჩენს კიდევ გიორგი გააგრძელებს. ზუსტად. ასევე ჩემთვის პირადად ამაშევა თორნიკი არ დამეთანხმოს, თუმცა საწყის ტურებში თვითონ აწყობდა. არის მარკოს სენესი, რომელიც არის ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქულა აქვს დაწერილი. თუმცა რაც ანტუან სემენიო წავიდა ბორმუთიდან ბორმუთი ოდნავ ქვემოთ ჩავიდა. ეხა კი ბოლო რამდენიმე ტურია მოგებები მიაყარეს, თუმცა სენესი მაინც სტაბილურად დევკონებსაც წერს და თუ მისმა გუნდმა მშრალად შეინახა კარი, ძალიან კარგი ოფცია არის სენესი და ეხლა მაგას ჩავამატებ ჩვენ გუნდში. ესეც ჩემი სუბიექტური აზრია და უბრალოდ გონია რომ ამ სეზონში უშუალოდ ქულების დაწერის მხრივ პრემიერ ლიგაში ვის აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი ტრანსფერებიდან? მალიკ ჩაუს და ანუ ნიუკასლის სახში არის ძალიან მაგარი გუნდი და უბრალოდ ამ კაცს არ უნდა ვიყოთ იმაზე შემოკიდებული, რომ აუცილებლად გოლს გაიტანს.
შეიძლება შეუძლია რომ მისმა გუნდმა კარი შეინახოს უშუალოდ და ამ კაც შეუძლია რომ ლივერპულთან როცა შეგიძლია რომ ამზე ასვა, ან იგი დიდ გუნდთან შემოვიდეს, თავი შეყოს და გოლი გაიტანოს. როგორც გიორგიმ თქვა, უბრალოდ გასათვალისწინებელია თვითონ ნიუკასლიც. შემდეგ პოზიციებიც რო გადავა, მაგრამ მანდაც აუცილებლად ვიტყვით მაგას, რომ ნიუკასლი წელს შედარებით უფრო მეტად არის სახლის გუნდი. გასვლაზე გამოიყურებიან საშინლად. ან ჩათვალეთ მალიკ ჩაუ თუ ყავს გუნდში, აუცილებლად ყავს მხოლოდ სახლისთვის. სახლში იდეალურია. აი გასვლაზე ცოტა უკიდურეს შემთხვევაში კიდევ შეიძლება. გაქცელები რომ ზუსტად გასულ თამაშებში ანუ არ იგრძნობა არც ფანტაზია, არაფერი და ესეთი მაღალი მცველი, რომელიც კარგად თამაშობს მეორე სართულზე, ლივერპულში აღიო ნიუკასლის ტაქტიკიდან, ან ძალიან კარგი პიკი არის, იმიტომ რომ ანუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება საწოდებებზე გამახვილოს უბრალოდ როცა ყავს ბოტმანი, როცა ყავს დენ ბერნი, ვოლტემადე და ამ ჯოელინტონი, ამდენი მაღალი მოთამაშე და შეუძლია რომ ნებისმიერ მომენტში გაიტანოს გოლი. შემდეგ უშუალოდ ნახევარცველებში გადავიდეთ. აქ ნახევარცველებში არჩევანის გაკეთება ჩემი აზრით უფრო მარტივია, იმიტომ რომ ყველაფერი უფრო ნათელია, იმიტომ რომ ანუ გამოკვეთილად კარგი ნახევარცველები არიან. პირველი არის ბრუნო ფერნანდეში, რომელიც აქ პრეტენზია, რომ ამ სეზონში იყოს პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე. მიუხედავად იმისა, რომ მე პორტუგალის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, ბრუნო დიდად არ მიყვარს, თუმცა ხო, ვაფასებ მის ერთგულებას და მის კლასს და ხარისხს, რომელიც ამდენი წელია უბრალოდ მანჩესტერში ეწია და მეტი არაფერი. და აუცილებლად ბრუნო ფერნანდეში უნდა იყოს ამ გუნდში. კიდევ ერთი ამ სეზონის აღმოჩენა, ჩემთვის პირადად ანტუან სემენიო, რომელიც ვიცოდი ამ სეზონიდან ნორმალური მოთამაშე იყო, თუმცა ამ სეზონში ფრთები შეისხა ბორმუთშიც და მანჩესტერ სიტიშიც. ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს უბრალოდ ეს მოთამაშე და ჩემთვის სიტიშიც რო გადავიდა 60 მილიონად, მეგონა რომ სიტიმ უბრალოდ გაისროლა და გვარდიოლას უბრალოდ სკამის სიღმის, გაღრმავება იყო სკამის და მეტი არაფერი. როგორც ბევრ ფეხბურთელზე უკვე. ძირითადად ჩაჯდა გოლები გააკეთა სიტის ერთ-ერთი საკმაოდ მოთამაშეა და აუცილებლად მოხდეს ანტუან სემენიო. ახლაც კი პარალელურად სასტაბდო შემადგენლობაში იყო ფულემთან 26 ტური მიდის და საკმაოდ კარგი თამაშს ატარებს, უნდა თქვა. კიდევ ერთ წესს სანამ მე შემდეგ მოთამაშე ჩავსვავ, არის ის რომ არ შეგიძლია რომ შენ გუნდში ყავდეს ერთი გუნდიდან 3-ზე მეტი მოთამაშე. ანუ ეგ რას ქვია, რომ არსენალიდან შემიძლია მაქსიმუმ 3 მოთამაშე და მანჩესტერ სიტიდან შემიძლია 3 მოთამაშე, ანუ მეტი არ შემიძლია უბრალოდ ჩავსვო. და ამიტომ თქვენ ისე როგორ თქვა, უხეშად რო თქვა, ამ გუნდის 3 საუკეთესო მოთამაშე უნდა აიღოთ, თუმცა არა ხარისხობრივად, არამედ იმით, ვინ უფრო მეტ გოლს დაწერს ფენტეზიში. შეიძლება როდრი იყოს სიტიში საუკეთესო ფეხბურთელი, ობიექტურად ფეხბურთის თვალსაზრისით, თუმცა როდრიზე მეტ გოლს წერდეს, იგივე ტიჯანი რეინდერსი. მგონია რომ ყველაფერი ნათქვამი არის. ძალიან ის სწორი პირდაპირ კავშირი არ არის კარგ მოთამაშესა და კარგ FPL-ის მოთამაშეს შორის. შეიძლება იყოს ძალიან კარგი მოთამაშე, მაგრამ უბრალოდ FPL-ის სტანდარტებში, ანუ ის გოლი არ გაქონდეს, ასისტს არ აკეთებდეს, მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით, რომ ფეხბურთი მხოლოდ გოლი და პასი არ არის. უბრალოდ ეგ FPL-ში არ გამოჩნდება, რომ ის ძალიან კარგი მოთამაშეა და შეიძლება მხოლოდ გამოჩნდება ისეთი მოთამაშე, როგორც ბრუნოა. არ ვამბობ, რომ ბრუნო არ არის ძალიან მაგარი. უბრალოდ ბრუნოს გააქვს, იმას არ გააქვს, აი როდრის არ გააქვს და როდრი არ ჩანს. ბრუნო კიდევ ჩანს. კი ბატონო. მხოლოდ კარგი მოთამაშეობითაც არ განისაზღვრება და მაგას უფრო და უფრო ჩვენი ოპციებით მიხვდებით, რასაც ვამბობთ. შემდეგი იაფიანი ოპცია, რომელიც ძალიან საჭირო არის ნახევარცველებში, რომ ყველა ნახევარცველი ძვირიან ვიყიდოთ, წინ ერთი კაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გიყიდოთ თქვენ ფენტეზის გუნდში, არ აქვს მნიშვნელობა, 6 თამაში გაიტანს თუ არა გოლს. ხდები ხალხი თვითონ საუბარი წინ შემდეგ ერლინგ ბრაუტ ჰალანდზე, მაგრამ იაფიანი, რომელიც ამ სეზონში ძალიან მაყურებს და უბრალოდ ტოპ 6-ში არის, კი, ტოპ 6-ში არის დაწერილი ქულებით არის ვილსონი, რომელიც არის ფულემის ნომერ პირველი მოთამაშე ამ სეზონში, რომელსაც შეუძლია არარეალური მანძილიდან გაიტანოს არარეალური გოლი და გახდეთ არ აინტერესებს არც ფულემს და არც ჰარი ვილსონს ვის ეთამაშებიან, ეგა ყველაზე მთავარი. და კი, შეიძლება სახში უკეთესი გუნდი არის, შეიძლება სახში ყველა უკეთესი გუნდი არის, იმიტომ რომ ის ატმოსფერო მაინც თავისაშვება საფეხბურთო. თუმცა ჰარი ვილსონი და ფულემი რაც აკეთებენ ამ სეზონში, ჩემთვის არის ძალიან დიდი სიურპრიზი, იმიტომ რომ კი პრემიერ ლიგაში ყოველთვის იყვნენ და არსებობენ
ისეთი გუნდები, რომლებიც ვაკვირვებენ, თუმცა მართლა მსიამოვნებს ფულემის ყურება ამ სეზონში. ფულემის თამაში ძალიან საინტერესო გახდა, რაც ინტეგრირება გაიარეს უფრო მეტად გუნდში ჩუკვუეზენ, აივოპინ და ჰარი ვილსონი რაღაც კარიერის საუკეთესო ფორმაშია. და ასევე მაქვს ძალიან საინტერესო სტატია ჰარი ვილსონზე. სტატისტიკურად ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვათა შორის ჰარი ვილსონს აქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი დარტყმის ხარისხი. დარტყმის ხარისხში იგულისხმება ასევე როგორც XG, რასაც ჩვენ ვეძახით. და უბრალოდ ამას ემატება ყველაფერი. სხვა მოთამაშეების ადგილმდებარეობა, დარტყმის ხარისხი, თვითონ სიძლიერე და მეკარის ადგილის და ასევე გამორიცხავს რა იმ განსაკუთრებულ შემთხვევებს და გაჩვენებს როგორია ზუსტად მოთამაშის დარტყმა. და ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს ჰარი ვილსონს ბოლო 4 წელია და წელს განსაკუთრებით აჩვენებს კიდევ მაგას. თუ მაგის სტატებს ჩახედავთ, ბევრად უფრო მეტი აქვს გატანილი და შესრულებული, ვიდრე მაგის XG ასე ვთქვათ გაჩვენებს რა. კი, ეს სტატისტიკა მე მოსმენელი მაქვს და შეიძლება ფენტეზიში ვიღაცამ თქვას, რომ უბრალოდ აქ იმაზე საუბარი, რომ ისეთი მოთამაშე რო ყავს, რომელსაც შეიძლება არ შეექმნას სუპერ მომენტი და მისთვის პატარა მომენტი საკმარისად გოლი გაიტანოს და ფეხბურთია და არ აქვს მნიშვნელობა ფულემი იქნება ნებისმიერი ძალიან უფრო ბევრად სუსტი გუნდი ვიდრე ფულემია, ამ კაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გუნდთან გოლის გატანა. და ამ სეზონში სტატისტიკურადაც და ხარისხობრივადაც ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი არის. შემდეგი პირადად რაც ჩემთვის გონია, რომ იაფად არის დაუჩვეულებრივი სტილი გარნერი ევერტონიდან, რომელიც არის გოლსაც იტანს, პასსაც აკეთებს. დარბის 90 წუთი. შეიძლება კი ცოტა აქტიური ფეხბურთელია, შეიძლება ყვითელი მიიღოს და თვითონ ევერტონი არის ცოტა ესეთი დინამიკური გუნდი რა, ანუ თუნდაც ის კინის და იდრისას მომენტი რო არის მანჩესტერთან ამ სეზონში, თუნდაც არის ცოტა ულსთან არის ხო მე მგონი კინზე ისევე? ულსთან კი, ხო, კი. თვაზე რომ მოკაჭე, ეგეცითინვა. ხო, ანუ ულსთან შეიძლება არ გქონდეთ ალბათ. კი. და უბრალოდ გარნერიც ამ სეზონში, ანუ აქ ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ ჩვენ აქ ვართ ბიუჯეტის შეზღუდულები. თუ რა თქმა უნდა, რომ მეც და თორნიკე შეიძლება 11 ადამიანში ბიუჯეტი რომ ულიმიტო გქონდეს, შეიძლება სხვა ადამიანები აგვიყვანა. და ჩვენ საუბრობთ მთელ სეზონზე და არაერთ კონკრეტულ თამაშში. და ამიტომ მგონია, რომ გარნერიც ძალიან კაი არჩევანი არის და კიდე დავამატებ ევერტონზე, ასევე გარნერთან ერთად ერთ-ერთი ოპცია შეიძლება მოვიყვანოთ კენან დისბური ჰოლი. დაახლოებით ერთი ფასი სეგმენტ შემეგონი დისბური ჰოლი უფრო იაფიც არის. 300,000 უფრო იაფი. და ახლა სხვათა შორის ესეთი გრილიში რაც დაიმტროთ. ვინაიდან ნუ გრილიში იყო მათი სასტარტო მარცხენა ვინგერი, რაც დაიმტრათ თელმა გუნდმა, ასე ვთქვათ, პოზიციები შეიცვალეს შიგნით. და ყველამ გარნერმაც, დისბური ჰოლმაც და დიაიემაც ასევე თავის საყვარელ პოზიციებზე დაიწყეს, ასე ვთქვათ, თამაში და ყველა უფრო და უფრო სახიფათო ხდება. და ჩემი აზრით, ამ მომენტში შეიძლება გარნერი უფრო ნათამაშებია, მაგრამ დისბური ჰოლიც გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ სანამ დაიმტრავდა თვითონვე რამდენიმე თამაშის წინ, ბევრად უკეთეს ფორმაშიც იყო. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, გარნერიც ძალიან კარგი ოპცია არის ევერტონიდან და ძალიან ბიუჯეტურია და ზუსტადაც ბიუჯეტის დაცვაში ყველაზე მეტად გვეხმარება რა. თორე ჩვენ რომ შეგვეძლოს, აუცილებლად სადღაც შეიძლება 20 მილიონითაც გაცდენილი ყავით ბიუჯეტი. ხო, რა თქმა უნდა. უბრალოდ ძალიან შეზღუდულები ვართ. ზუსტად. და თან აი აქ მე 5 ნახევარწოლზე არის ერთი დილემა. ჩვენ შეგვიძლია აუჩვენოთ დეკლან რაისი, რომელიც ჩემთვის პირადად და ამას წინათ მაგარი დავუქონდა მაგაზე, რომ დეკლან რაისი არის ახლა მინიმუმ დღეს ამ სეზონში ტოპ 3 ნახევარმცველი მსოფლიოში. თუ შეიძლება საუკეთესო არა, შეიძლება ყველაზე მეტი გოლი არ გააქვს, შეიძლება ყველაზე მეტი პასი არ აკეთებს, თუმცა ყველაზე all around player-ი არის საერთოდ, ანუ ყველაფერი აქვს საერთოდ, სისწრაფე, დარტყმა, პასი, დრიბლინგი, ფიზიკურობა, დაცვა, ანუ ჩვეულებრივი უნივერსალია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველა გუნდი მოაწერდა ხელს, რომ ყოველდა. და რაც შეეხება რაისი არ არის მარტო, ანუ მაგარი ფეხბურთელი. ანუ ფენტეზიშიც რო შევიდეთ, დეკლან რაისზე მეტი ქულა აქვს დაწერილი სემენიოს და ბრუნო ფერნანდეშს. სემენიოს აქვს დაწერილი 6 ქულით მეტი და დეკლან რაისს აქვს 9 ქულით მეტი. ბრუნო ფერნანდეშს აქვს რაისზე 9 ქულით მეტი დაწერილი. და ჩვენ საუბრობთ კაცზე, რომელიც იდეაში თავისუფლად თამაშობდა საყრდენად და ეხლა არის რუიანის პოზიციაზე.
ამიტომ მაინც უფრო მგონია რომ რაისი, მთელი სეზონის განმავლობაში რაისი და არა ვინმე სხვა. და ესე დაკომპლექტდება ჩვენი ნახევარდაცვა. წინ, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს, ჩვენი ძმა და მეგობარი, ერლინგ ბრაუტ ჰალანდი, რომელიც ციტის ფანები მინდა არ გამინაწყვეტებიან, არ მიყვარს ეს კაცი. იმიტომ რომ უბრალოდ ფეხბურთს თამაში, ჩემთვის მგონია რომ უფრო სხვა რაღაცაა რა. ჩემთვის ბევრად ლამაზად თამაშობს, თუნდაც ტიაგო. ძალიან ბევრი. იგორ ტიაგო. არა, იგორ ტიაგო არა, მაგრამ რა ვიცი, ჟოაო პედრო მირჩევია, ჟოაო პედრო მართლა მირჩევია. არა, როგორც იგრო, მე რო ყოფილიყავი ჟოაო პედრო თუ ეს კაცი? ჰალანდი და ეკიტიკე აუცილებლად, ანუ ეკიტიკე უფრო იქნებოდა ვიდრე ჰალანდი. ეგრეთ, ხო, მაგაში მეც გითხრა. ეკიტიკე ბევრად იქნებოდა ვიდრე ჰალანდი. ხო, მაგრამ ჰალანდი ყოველთვის იქნება უფრო დიდი მეგავარსკვლავი ვიდრე ეკიტიკე, უბრალოდ იმიტომ რომ ტიპს გააქვს. სეზონში 50-60 გოლი ისე რომ უბრალოდ გააქვს. ცუდი სეზონი შეიძლება რომ დაუძახო რა და ეს კაცი შეიძლება ეხა შეიძლება ცუდ ფორმაშია 5 თამაში გოლი არ გაუტანია. კი არა და ლივერპულამდე არ გატანილი 4-5 თამაში და ხო უბრალოდ ფენტეზისთვის არის მანქანა რომელიც კულებს წერს ულიმიტოდ რა და სტრაიკერად არის უეჭველი და დასარჩევი პიკი. კი აუცილებლად. შემდეგ რა ჩვენ დაგვრჩა ეხა ამ ეტაპზე 10.9 მილიონი და ორი ვარიანტია. ჩვენ შეგვიძლია აურჩიოთ ბევრ მხრივ უკვე წეღანას ახსენებს ჟოაო პედრო, რომელიც ჩემთვის მართლა, ანუ ჰალანდზე ჰალანდი იქნება თუ ჟოაო პედრო. ჰალანდი. მართლა, ანუ ჰალანდი არის ხარ მეგავარსკვლავი. ჰალანდი არის მეგავარსკვლავი და ანუ სოფლიოში ტოპ 3 სტრაიკერი, იმიტომ რომ გააქვს 60 გოლი, მაგრამ ხო, ანუ შო. მორჩა. ჰალანდი ვიქნება. მაინც ჰალანდი ვიქნება. მაინც ჰალანდი იქნება. იმიტომ რომ ჰალანდია. იმიტომ რომ ჰალანდი უკვე რაღაცას ნიშნავს, აი ჟოაო პედრო ჩემი სოპაროლია გაქვს. ხუთები. პირდაპირ ჩაწერე. არა, მე მაინც ჰალანდი ვიქნებოდი. შენ მაინც ჰალანდი იქნება. მე ჟოაო პედრო ვიქნებოდი, რომელიც იკაიფებდა, რომელიც გავიდოდა ხან გოლდაპას გაკეთებდა, ხან ისეც გამაზავდა, რომ ყველა დამაფარებდა და ყველა მაგინებდა. თუმცა საბოლოო ჯამში ვიქნებოდი ისეთი კალიბრის მოთამაშე, რომელიც იქნებოდა Street will never forget type ტიპი, ვიქნებოდი ბენ არფა, ვიქნებოდი რაიან შერკი, ვიდრე ერლინგ ბრაუტ ჰალანდი. არ მჭირდება მოთამაშე, რომელიც არის ხე, ფიცარი, რომელსაც ანუ უბრალოდ სხვა არანაირი სკილი არ გააჩნია. ხო, მარტივად ვწებოდი. ძალიან გაგინაწყენდება. ბეჭო გამინაწყენდეს, ჩემი აზრით მე აქვს უბრალოდ ობიექტურობაზე. ერლინგ ბრაუტ ჰალანდი მე არ ვიძახებ, ცუდია. ანუ კარგი არის. ძალიან მაგარია, თუმცა მე მექნებოდა ჟოაო პედროს უნარები ფეხბურთში, ვიდრე რაც აქ ჰალანდს. ან ეკიტიკეს თუნდაც. ხო, თუმცა ნუ ფენტეზიში უალტერნატივო არის ჰალანდი. მართალია გიორგი ჟოაო პედროს ასე აქებს და ასე ძალიან კარგი ფიქი გამოყავს და მეორე ნომრად აყენებს, მაგრამ ჩემი აზრით და სეზონის განმავლობაშიც რატომ ყავს ყოველი ტურის მერე მე ვიყავი ხოლმე მართალი და სწორი მოთამაშე ყავს არჩეული. ეს მოთამაშეა იგორ ტიაგო ნასიმენტო როდრიგესი. ნასიმენტო ალბათ გეცნობათ, ხო, სახელშიც. არის ბომბარდირთა დაბაში მეორე, გატანილი აქვს უკვე მე მგონი 17 გოლი არა აქვს გატანილი? 17 გოლი ბრენტფორდიდან. ანუ ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავი არის ბრენტფორდიდან და ზოგადად თვითონ ბრენტფორდი ძალიან სახალისო გუნდი გახდა წელს. თუ დააკვირდებით, ანუ ყველა მოთამაშე ჟანელტი, გინდა ჟენსენი, დამსგარდი, შადე, უატარა, ან თვითონ იგორიც ყველა ძალიან კარგად და სანახაობრივად თამაშობენ. და იგორი არის ისეთი ფორვარდი, რომ შეიძლება მთელი თამაში ვერ ნახო, მთელი თამაში არ ჩანდეს, მაგრამ 92 წუთზე გამოვიდეს და ჰეტრიკი გაიტანოს. აი უბრალოდ მე მაგაზე მეტად არაფერი არ მიყვარს. თამაშებს იგებს გოლები. და ჩემი აზრით მეორე საუკეთესო პიკი ერლინგის შემდეგ არის იგორი. მაგრამ ნუ ამ მომენტიდან გამომდინარე რა ფორმაშიც ახლა ჟუაორის, ნუ შეიძლება ითქვას, რომ არის მეორე ნომერი რა. მინინარი ფორმით კი. ხო, ფენტაზისთვის ალბათ, იმიტომ რომ ეს სეზონი რომ მორჩება დიდი ალბათობით იგორ ტიაგოს იქნება უფრო მეტი ქულა დაწერილი, ვიდრე ჟოაო პედროს. ბევრად მეტი გოლი აქვს. ამიტომ ძალიან შორშო არ წავიდეთ. მოდი, ჩვენ გუნდზე გადავაკომპლექტებთ და ის ვარსკვლავები, რომელიც ხალხო თქვენ ძალიან გიყვართ და მე ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ საკა, პალმერი, ანუ ამ დონის ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ამ სეზონში ვერ წინავენ, სალაჰი, რომელიც
ვირცი რომელიც ბოლო პერიოდში ათამაშა, თუმცა მაინც ვიცით ვირცის პოტენციალი რა არის და გონი რომ კომიტი შეუულია. ანუ ჩემთვის, ანუ ძალიან მარტივად რო ავხსნა რა, ანუ დომინიკ სობოსლაი შეიძლება ანუ ამ ეტაპზე ყველას მერჩევინდეს ვაფშე, უბრალოდ იმიტომ რომ საერთოდ, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემთვის არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და უბრალოდ სამწუხაროდ თამაშია, ყოველთვის აქვს 5 არჩევანი და ეს თამაში არ არის მოწყობილი, რომ აიჩეს საუკეთესოები და შენ აუცილებლად მოიგებ რა, იმიტომ რომ იმ საუკეთესოებს აქვს თავისი მინუსი, თუნდაც პალმერი რომელმაც კი გუშინ იყო რომ გოლი და პასი გააკეთა, დუბლინო გაეტანა. გაუც მინიმუმ დუბლინო გაეტანა. თუ და გულთან გაიტანა ჰეტრიკი და აქედან 2 პენალი იყო, მაგრამ ნუ ფენტეზიში არ აქვს მნიშვნელობა პენალიც 4 ქულა რო გაიტანდა 5 უბრალოდ ნახევარმცველისთვის, რომ პალმერი ნახევარმცველებშია და open play-დან ეგრე ვთქვათ, არა პენალი და თამაშიდან რო გაიტანა გოლს ეგეც 5 ქულა არის. მნიშვნელობა არ აქვს. ანუ რეალურად ფენტეზიში მაგასთვის მიექცევა ყოველდღე უკეთესია რომ ყავდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ურტყავენ, რომელიც ასრულებენ სტანდარტულებს ზოგადად. იმიტომ რომ ბევრი დიდი შანსია რომ სტანდარტულებს მოყვეს ასისტი, გოლი და ნებისმიერ სხვა რამ, რიკოშეტი და ასე შემდეგ. აი თუნდაც ბრუნო ფერნანდეში რატომ არის, აი ზოგადად ფეხბურთელი ხო ძალიან კარგია, მაგრამ FPL-ისთვის განსაკუთრებით კარგი, იმიტომ არის რომ გუნდში 90 წუთს ყოველთვის თამაშობს. არავინ არასდროს არ ცვლის, პენალს ეგურტყავს პირველ რიგში. კუთხურს ეგაწვდის პირველ რიგში, ჯარიმას ეგაწვდის პირველ რიგში. ანუ ასისტის, გოლის პოტენციალი ბევრად უფრო მაღალი აქვს. პალმერიც შეიძლება რომ ამ სეზონში ცუდი იყო, იმიტომ რომ ტრამვა ჰქონდა და ეგ მაგის ბრალი არ იყო ნამდვილად, თორე ყველამ ვიცით პალმერს რა შეუძლია. ახლა რაც დაბრუნდა, იმიტომ არის კარგი ფიქი ისევ, რომ უბრალოდ როცა ჯამრთელია, მაგას შემცვლელი არ ყავს. პენალს ეგურტყავს, ჯარიმას ეგურტყავს, ანუ მთელი სული და გული და თავარი წერტილი არის პალმერი. მაგიტომ არის განსაკუთრებული რა, ასე ვთქვათ, ეგეთი ფიქები და მაგიტომ გერს ძვირის. მაგათაც პალმერი გერს 10 და 4. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ვიცით რა პოტენციალი აქვს და რა შეუძლია და რა არის რა. მაგის იქით აი მაგალითად კიდევ სხვა მოთამაშეებიც გაგვახსენდებოდა საკა, თუნდაც გიოკერეში, რომელიც ასევე ძვირიანია. და ნუ ეგ მოთამაშეები უბრალოდ თუ დავაკვირდებით ზოგადად არსენალსაც ამ შემთხვევაში, რადგან გიორგის საკაზე ვამბობთ, ძალიან არასანახაობრივ და ასე ვთქვათ ნაკლებად გოლიან თამაშებს თამაშობენ და შესაბამისად საკაც იჩაგრება. არც მაინდა-მაინც ჯამრთელი არის ეს სეზონი არის საკა და გიორგესმა ძალიან რთულად დაიწყო. და შესაბამისად ამ სეზონში ნაკლებად ვალიდური ფიქებია რა. მოდი ძალიან ვარ დაობნით მართლა, იმიტომ რომ მაყურებელი ძალიან ვარ დაობნით. ვაფშე რამდენი წუთია ვარ იცი. ორაილი გოლი გაიტანა. მიყენია. სემენიომ გოლი და პასი გააკეთა. ეს ამოჭრა დაიქენ. უბრალოდ მანდ არის ერთი ფაქტორი რა. რომ თავიდან როგორც აღნიშნა 100 მილიონი გვაქვს ფული და ჩვენ ახლა გუნდის დავაკომპლექტეთ. იგორ ტიაგოსიც ვიყიდით 4 და 2-იანი სტრაიკერისთვის ფული აღარ გვაქვს ფიზიკურად 3 და 9 გრჩება და ამიტომ შეიძლება უფრო შემტევ რომელიც შეიძლება სულ ეგრე ხალანდმაც გაიტანა ამასობაში აი ვისი პასი არის ფოდენის რომელიც გავყიდე წინა ტურში ძალიან კარგი შენიერი ხო სად ვიყავი იქ ვიყავი ფული აღარ დიუსბერი ჰოლთან ვიყავი სახში დიუსბერი ჰოლი რომელიც არის მოთამაშე რომელიც შეიძლება 3 ტური 2 ქულა დაწეროს, მაგრამ გამოვიდა 19 დაწეროს მე ეგ ტურში და უბრალოდ საშუალო გამოიყვანოს რომ თითო ტურში წერს 7 ან 8 ქულას გარნერი რომელიც სტაბილურად შეიძლება 4 ქულას წერდეს, ანუ თანხაში ყველაფერი პროპორციული როგორც შეიძლება ცხოვრებაში ყველაფერი ეგრე არის, ამ თამაშიც ეგრე არის მოწყობილი რა, რომ თანხის შესაბამისად შეიძლება ეს მოთამაშე უფრო ღირდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი. ამიტომ გარნერის მაგალითად ჩავსვათ დიუსბერი ჰოლი ჩვენ საბოლოო გუნდში და ფრეიზერი ჩავსვათ 4 და 2-იანი ნებისმიერი და ამ შემთხვევაში მე ფრეიზერს ჩავსვავ ბულზიდან და ჩვენი გუნდი დაკომპლექტა ესე თქვენ ამას წესით არის ხედავდეთ ხო გამოგიჩნდებათ აქ შეხვალთ სადაც არის enter squad და დაარქმევთ სახელს ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი არხის სახელს დავარქმევთ ფენტეზაშვილი და ნებისმიერი ფავორიტი კლუბი, რომელიც არ ვიცი, ამ სეზონში ჩემი საყვარელი კლუბი. ანუ მე ძალიან მქონდა Arsenal მოიგოს პრემიერ ლიგა.
შენთვის არსენალი. კი, იმიტომ რომ მე მიყვარს. მე თამამად მიყვარს ლამაზი ისტორიები და არ მიყვარს პეპ გვარდიოლას. აი და არტეტა თამაშობს იდეალურ ფეხბურთს. არა, უბრალოდ არ მიყვარს რა. გვარდიოლა არ მიყვარს ხალხო. რეალის ფანი ვარ. რეალის ფანი ვარ, არ მიყვარს გვარდიოლა რა. ვაღიარებ, შეიძლება საერთოდ top 3-ში არის მინიმუმ GOAT მენეჯერებში, რაც მიაღწია, თუმცა არ მიყვარს მაგის რობოტული ფეხბურთი, არ მინდა რომ რაიან შერკი გაუკვირდეს, არ მინდა რომ Phil Fodenis ტალანტი ესე უცებად დაიკარგოს, არ მინდა რომ პალმერი ჩელსიში რა გადასულიყო, არ მინდა რომ პალმერი ყოფილიყო ბობ მაკადუ. ხო. ანუ არ მინდა მიზიზრა მაგიტო პეპ გვარდიოლას ფეხბურთი. ამიტომ ძალიან მინდა რომ არსენალ მოიგოს ის, თან ტელეფონიც ახლა მიმიჭიროს, ამიტომ მე დავეჭერე. ჩვენ საერთოდ არსენალი. მე ძალიან მინდა რომ არსენალმა ვერ მოიგოს პრემიერლიგა, იმიტომ რომ მეზიზება მაგათი არტიფეხბურთი და გვარდიოლას არტიფეხბურთიც და საერთოდ მაგ ყველაფერი. ბრენტფორდი ჯობდა აკვეთშია ისე. მაგრამ რა უშავს. ჩვენი ლიგის ლინკი იქნება მითითებული description-ში, სადაც შეძლებთ დაგვიჯოინდეთ და ასე ვთქვათ, შევეჯიბროთ ყოველ ტურში ერთმანეთს. და კიდე ეხლა ნახე მე რა მაინტერესებს. მე ვარ კარჩე ადამიანი, რომელიც პირველად ხედავ შენ, ვაფშე არ ვიცი ხარ. რა წარმოგვიდგენ? რა გინდა? შეიძლება გინდა რომ მე შენ არა შემატენო, რაღაცა შენი ის და მაგით შენ ერთ საქმე წაიგდო. ნახეთ მეგობრებო, კი, ყველაფერი არის შოუს ნაწილი, თუმცა მართლა ანუ მე მართლა მსურს რომ თქვენთან ერთად, იმიტომ რომ მეც მყავდა წინა სეზონში მართლა მყავდა არ მყავდა სამეგობრო წრე, რომელიც ფენტეზის თამაშობდა. და სამი ტური ვითამაშე და გავანებით, იმიტომ რომ არავინ არ ყავდა. ვისთანაც, ანუ იმიტომ რომ მუღამი აქვს რა, როცა ვიღაცას ეჯიბრები, იმიტომ რომ თამაშის მუღამი ეგ არის, რომ შენ ვიზემის დაწერ. თორე შეიძლება შენ 40 ქულა დაწერო და გიხაროდეს რომ კარგად დაწერა და ამ დროს ვიღაცა 120 დაწერა, 40 უნდა დაგიწერია. ახლა ჯერ მაგალითად ჩვენ რო ლიგაში ვარ, თუნდაც სხვაები თუ 150 წერენ, ეს რო 30 წერს და მე 31-ს ყველაზე კმაყოფილი ადამიანი. იმიტომ რომ მე მაგ ანუ ის ერთი კვირა ვარ, აი ამაზე ერთი 10 თავით მაღლა რა, ანუ ღმერთად რა. ამიტომ შეგვიძლია კი არა აუცილებლად, რადგან კიდევ ერთხელ ვიძახ, ეს 10 კვირა არის ჩვენი გაცნობითი და უფრო როგორ ვთქვა თავიდან დასამუღამებელი ამბავი, რომ რეალურად უნდა ჩაუწყოთ ყველანი აზრს თქვენ, ჩვენ გავიღმავოთ და ვინც კიდე ერთხელ ვიძახი, ვინც თამაშობს, გაიღმავოს ეს ამ თამაშში ცოდნა. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ თვის ლიდერბორდის ლიდერს გადაეცემა თავის საყვარელი კლუბის მაისური. არ აქვს მნიშვნელობა, არ არის აუცილებელი პრემიერ ლიგის კლუბი იყოს, თქვენ შეიძლება პრემიერ ლიგის ფენტეზის თამაშობდეთ და იყოთ რა ვიცი, ნებისმიერი შენ როგორც ვართ მაგალითად. გუნდის გულშემატკივარი, გინდა ბოკა ხუნიორსის, გინდა ჩვენ ნებისმიერი ინტერ მაიამის. თქვენი რომელი მაისურიც გინდათ, თვის ლიდერბორდის ლიდერი თუ იქნებით და ყველას წარმატებას გისურვებთ რომ იყოთ. გადმოგცემთ მაისურს თვის ბოლოს. ეგეთი იქნება მარტი, აპრილი და მაისი. ხო, მოკლედ უცებ გადავირბენთ, რომ ძალიან პირველი ეპიზოდია და არ მოგაწმენდით თავი. ჩვენი შემდეგი გეგმები რაც არის, უახლოეს გეგმები მომავალში ის არის, რომ ზაფხულში არის სოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ალბათ ყველა ველოდებით. შეუძლებელი რომ ფეხბურთი გვარდე და სოფლიო ჩემპიონატს არ უყურებდე. შეუძლებელია რომ სოფლიო ჩემპიონატი არ გიყვარდე და მაგას არ უყურებდე. შეუძლებელია რომ გოგო იყო და სოფლიო ჩემპიონატს მინიმუმ ტელევიზორში შეყვარებულთან ქმართან მამასთან ერთად უბრალოდ ცხოვრებაში ერთმანეთთან ნახე არ გქონდეს. ყველაზე დიდი მოვლენა ალბათ საფეხბურთო სამყაროში. და არა მარტო საფეხბურთო სამყაროში, შეიძლება სოფლიოშიც კი საუკეთესო ღონისძიება არის საერთოდ. რომელსაც აუცილებლად იქნება ფენტეზი, რომელსაც ჩვენც ვიქნებით ჩართულები და უშუალოდ არა მარტო ფენტეზის მხრივ ვიქნებით საფეხბურთო კუთხითაც ჩართულები. და როგორც თქვით, ასევე აუცილებლად ვიქნებით ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიზე, რომლის ეპიზოდიც ჩვენ ახლა დიდად არ გვილაპარაკია ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიზე, თუმცა შემდეგ კვირაში არის ტური, პლეინი, სადაც ბევრი საინტერესო თამაში იქნება. შეიძლება ბევრ წყულში გამოკვეთილი არიან ფავორიტები, თუმცა აუცილებლად ვისაუბრებთ ფენტეზიში ვინ და როგორ უნდა დავაყენოთ, ვისაუბრებთ ჩვენ პროგნოზებზე, თუ ვინ გონია რომ გავა, ან ვინ მოიგებს მაგ კონკრეტულ თამაშს და ეს ჩემპიონთა ლიგის ფენტეზი. სოფლიო ჩემპიონატი, ეს არის ჩვენი მომავალი გეგმები, სადაც ბევრ საინტერესო ეპიზოდს გადავიღებთ, სადაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც იაქტიურებთ და მოგეხმარებით ამ გვერდის განვითარებაში, იმიტომ რომ მართლა ემსახურება იმას, რომ მე და თორნიკემ თქვენთან ერთად მივიღეთ სიამოვნება და რა ვიცი, მეტი ამ ეტაპზე მგონი არაფერი. მთხოვნაა რომ უბრალოდ გამოიწეროთ, დალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ მეგობრებში
და გიყვარდათ ფეხბურთი, გიყვარდათ სპორტი, გიყვარდათ პრემიერ ლიგა, გიყვარდათ ჩემპიონთა ლიგა, არ გიყვარდათ გვარდიოლა, არ გიყვარდათ ჰალანდი, არ გიყვარდათ მანჩესტერ სიტი. ხო, ეგას მქონდა ხუმრობით. ეგ ჩემი სუბიექტური აზრია. ასევე მეც მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გიხადოთ რომ გვიყურებთ. ეს არის მართლა ჩვენი პირველი ეპიზოდი, პირველი მცდელობა რომ რაღაც შეგვექმნა. და გვირდებით რომ მომავალში უფრო გავუმჯობესდებით და ხარისხსაც უფრო რა თქმა უნდა გავაუმჯობესებთ. ხო, დავხვეწავთ, ხარისხს დავხვეწავთ, ხო. მადლობა. და გამოგვიწერეთ. მე მგონი მოვჭით ხო, ჩიჩი. ხო, რაღაცა ის აღარ უნდა მგონი, ხო? აი ესეთი. ხო, ეს შეგვიძლია. So